Čeo მეგობრებო, აგერ ამ ბაბუს მოვუყვანეთ მინი კუპერი და სადგომყოფები ახლა რისახსნა მინდა რა. ეს ეხება პენსიონერებს. ეს არის პენსიონთა სახლი, პენსიონერების სახლი. ეს ხალხი იყვენ წარმომადგენლები, სოციალური მუშაკები, რომელიც არიან ექიმები, სახანძრო და ასეთი ექთნები და ასეთი რაღაცები. ეს არის მათი სასადილო. პროსტა რა აქვენ მოწესრიგებული ყველაფერი ნახე. ეხმარებიან ძმა მთავრობა, ეს არის ცინცინატი, ოჰაიოს დედაქალაქი ცინცინატი. ეხლა გარჩვენებთ როგორ წესრიგში და სიცესიერეში ცხოვრობენ. აგრე მათი ექთნები. Hey girls. You're beautiful. ეს არის მათი კლინიკა, პენსიონერების კლინიკა, აგერ მოაკითხენ ამ კაცს ახლა მწუთას, გამოვყევი ეუნებიან. ეს არის პენსიონერების გარაჟი. საკუთარი მანქანები ყავს, ამ ბაბუს კიდო თესლა ყავს. Model S 3. ჩვენ პენსიონერებს ვცემენ და ამწვალებენ უპატრონო პენსიონერების სახლში და ჩვენი მთავრობა რო ყურადღებას რო არ აქცევს. პროსტა უნდა განახოთ ყველაფერი რა. აი პენსიონერების სახლი როგორ ცხოვრობენ. შეხედეთ. ნუ არ ვიცი აქ გადაღება შეიძლება, მაგრამ ჰეი. რა გაიბებუა ნახე აქ. ეხლა პენსიონერების ოთახები. საკუთარი სახლები, საკუთარი ოთახები. ყველას მისი ოთახი. ეს არის საცხოვრებელი. ანუ რა? აჰა. კი, შეხედეთ. უეჭველი შევდივარ, რაც არ უნდა მოხდეს და მეყვირა და მიწევრო. So much good. Hey baby, how are you? You're so much beautiful. აზეხა? ბებიები და ბაბუები როგორ ცხოვრობენ, ნახე ჩემ. ბებიას და ბაბუას სახლი. შეხედე, პენსიონერების სახლია იგი ძმა, ოთახები. ყველა პენსიონერს თავისი მანქანა ყავს. იქეთ კიდოა ძმაო. შეხედე, იქეთ კიდო ერთი შენობაა და როგორი მოწესრიგებული აქვს მთელი ტერიტორია, პროსტა ნახე ძმა. ირმები დადიან ძმა. კურდღლები, ციყვები, სული ჰარმონია. პროსტა ვინმე არ თქვა და აქანი იდიოტიზმი რო გაქვენ ჩართული და ჩვენ თბილისში ხდება, არ ხდება, აი ხლა რასაც განახებ, არც თბილისში ხდება, არც ბათუმში ხდება და არასდროს არც ერთი პენსიონერი ბებია ჩემი და ბაბუა ჩემი ისე მოგტა რომ საცოდავები პენსიის ოჩერეთში იდგენ. არ არსებობს, პროსტა თქვენს გულიზარ შემევიარ. შეხედეთ რა პარკი აქვთ, პროსტა ნახე რა პარკი აქვთ პენსიონერებს. შეხედეთ, ამ ხალხმა იმუშავენ ხალხისთვის და პატივს სცემენ. აი, ჩვენმა პენსიონერებმა ჩვენ ომით 1945 წელს ომით და სისხლით დაღურილი საქართველოს შეგვინახეს და არავინ უყურებს. აგენმა ნახე რა, აგენმა ხალხს დაეხმარენ. ხალხს. შეხედეთ რა მაგრა არიან, ეს არის ძალიან დიდი კომპლექსი ძმა. ნახე იგივე ციყვი ბიბრივინოს. შეხედე რა მაგრა არიან. აგერ ბებიები და ბაბუები ყოღომ რო არ შეაწუხოს. აგერ საკუთარი გარაჟები. ეს ყველა პენსიონერების მანქანები, ეს მედპერსონალია რა. ეს ამ ბაბუებს და ბებიებს შეუძლია გამოვიდნენ საღამოს და წევიდნენ საკუთარ სახლში, ნახონ თავისი შვილიშვილები, ბებიები, ბაბუები და ჩამოვიდნენ. აგერა ეს დაგადელია. მედპერსონალისთვის, იმისთვის ბებიებმა და ბაბუებმა რო გამევიდეს. ნახე რა კაი კაჩალკაკრესლოები აქვე. დაждებიან. ჩვენო მთავრობა შენ სატრაქში იყურები. შენი დედა შევეცი მთავრობა. ყველა თავრობის დედა შევეცი. ვიცხა ჩვენ პენსიონერებს ასე არ ექცევა. ყველას დედა შევეცი. ჩვენმა პენსიონერებმა სისხლი ჩააქციეს, სისხლი ჩააქციენ საქართველოს გადარჩენისთვის, ძმაო. აი, ნახეთ. ესაა პენსიონერების საცხოვრებელი სახლი, ოთახები. ყველას იქეთ, აქეთ, ხო და განახეთ წერან კამერაში. იქეთ არის სასადილო. პენსიონერები, რომელსაც შეუძლია მოძრაობა, გადადიან სასადილო გასართობი ცენტრები, ანუ მედპერსონალი იქან ეხმარება, არის შეთავაზება ხალხისთვის, ახალგაზრდებისთვის, ვისაც უნდა დასაქმება რა. ოჰაიო, ცინცინატი. Thank you for visiting ინგლისურის. ლაპარაკობა რა წაკითხვა არ ვიცი სწორი. არადა ცოლი მყავდა პროფესორი ინგლისურის. მყავდა რა მყავს. აი გოგოასაც დავდია სახში. შეხედე რა მაგრა ცხოვრობენ,
გადავიდეთ იქეთ გვერდში. უეჭველი დაგევასება. Hey daddy, everything good? So much? Okay, buddy. If any else, I'm here. ნახე რა თესლა ყავს ბაბუს. ეს მიდი კუპერი ჩამოუყვანე რა. და ნახე ბაბუს კიდო თესლა ყავს გაჩერებული. ესა G1 რო აწერია, ესა სასადილო ოთახი ძმა. ეს არის სპა ცენტრი რა, იმის და პენსიონერების დასახმარებლად. შეხეთ. აი, ფაქტი. ნახე რა, ვაგრა ეხმარებიან ხალხს. აქ არის ყველანაირი ინფრასტრუქტურა მოწყობილი ამ პენსიონერებისთვის, საკუთარი გარაჟები. შეხეთ. იქეთ კიდო დასახლება პენსიონერების, აზე ხართ? პროსტო ვერ წარმომიდგენია შეხეთ როგორ ეხმარებიან ხალხს. აიგე ბებო ნახე ზრდას მის და მის ოთახში кайფობს. აი. კიდო ვამბობ, ეს ხალხი იყვნენ, ეხლა იმ ქალებმა როგორც ამიხსენ, ეს ხალხი იყვნენ ექიმები, მეხანძრეები, საცხმერიაში მუშაობდნენ და პენსიაში გევიდნენ და სოციალურად ხალხს ეხმარებოდნენ. აი, როგორ ცხოვრობენ ძმა პენსიონერები ამერიკაში, ოჰაიო, ცინცინატი. აი, ჩვენი პენსიონერები საცოდავი გოჩერედებში რო დგანან და ეს ბოზიშვილი მთავრობა რომ ფულს იპეჭავს ჯიბეში და ბაბუას ხეები რო დაქონდათ, იმას ხო გახსოვს ივანიშვილს მაგის დედას რო შევეცი. აი, აგე პენსიონერები არანაირად არ არიან შემოღობილი ხალხისგან და ცივილიზაციისგან, ძმაო. ჩვენთან ჩაკეტილი რომ არიან და კაციშვილს არ ანახებენ ვინმე. შეხე რა ცხოვრობს ხალხი ძმა. შეხე. ეს უკვე კერძო სახლებია ხალხი ცხოვრობს ძმა. აი. გახედეთ. შეხეთ ამ პენსიონერებს ამაგრა აქვენ მოდვიჟენიებული ყველაფერი. იმუშავენ ამ ხალხმა ხალხისთვის ძმაო და უფასებს თავრობა. მაგენიო ისე ომობენო და გლეჯენ დედამიწას. იმის და გლეჯენ რომ თავისი ხალხი მაგრა იყოს, გეიგე? და ჩვენ გვაგლიჯავენ და ჩვენი ხალხი კიდო მაგრად არა. კარგად დაფიქრდით. ქართული ოცნების ამომრჩევლებო, კარგად დაფიქრდით. ამაზე ეს ამ ფერი თქვენ არასდროს გეხისებათ. არასდროს, იმიტომ რომ აქ ფერი იდიოტი აზრის ხართ, გეიგე? ყველა ხალხს არ ვეუნები და წესიერ ხალხს არ ვეუნები. პარლამენტში როჟდას იმ ხალხს ვეუნები, ქართული ოცნების ამომრჩეველი პარლამენტში რო არიან შესული, იგენზე მაქვს საუბარი, არა თუ ხალხზე. და ზედმეტი კომენტარები არ მოაბათ. ასეთი თქვენ არასდროს გეხისებათ სიბერე, იმიტომ რომ თქვენ იმდენი წაართვით ქართველებს და იმდენი რაღაცა დამართეთ ქართველებს, რომ თქვენი სიფერე სამარტოო საკანში აღმოჩნდება. უეჭველი.